მოგესალმებით, მე გახლავართ გიგა ჩალაური და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ Command Design ნიმუშზე. ვიდეოში შევეხებით Command Design ნიმუშის განმარტებას, მიმოვიხილავთ მის დიაგრამას, ასევე გავეცნობით Command Design ნიმუშის კომპონენტებს, მოვიყვანთ რეალურ მაგალითზე და ასევე ვისაუბრებთ Command Design ნიმუშის ნაკლოვანებებზე. მოდით დავიწყოთ განმარტებით. Command Design ნიმუშის განმარტება მდგომარეობს შემდეგში. Command Design ნიმუში არის Behavioral Design ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტში მოახდინოს ყველა ისეთი ინფორმაციის ინკაპსულაცია, რომელიც საჭიროა კონკრეტული მოქმედების განსახორციელებლად. ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს განვაცალკევოთ ბრძანების, ანუ კომანდის producer და consumer ობიექტები. ამიტომ მას ასევე ეძახიან Producer Consumer Design ნიმუშიც. თუ შევხედავთ Command Design ნიმუშის დიაგრამას, დავინახავთ, რომ გვაქვს კლიენტი, ანუ გამომძახებელი, მაგრამ სანამ კლიენტზე გადავალთ, მოდით დავიწყოთ command როგორც ესე ინტერფეისია ხოლმე. Command ინტერფეისთან, რომელსაც აქვს execute მეთოდი. და მას რა თქმა უნდა ყავს კონკრეტული იმპლემენტაცია, ანუ concrete command-ი, რომელიც ასევე იმპლემენტაციას უკეთებს execute მეთოდს. და მიმთითებელი შეიძლება იყოს receiver-ზე. Receiver-ს იძახებს კლიენტი და receiver-ს აქვს ასევე action მეთოდი. ხოლო კონკრეტულ command-ში, ანუ კონკრეტულ ბრძანების კლასში ვახდენთ execute-ში receiver-ის action-ის გამოძახებას. მოდით ახლა კომპონენტებზე გადავიდეთ და უფრო ცხადი გამოჩნდება ეს. კომპონენტები, რომ დავიწყოთ command ინტერფეისიდან, ეს არის უბრალოდ ინტერფეისი, რომელსაც აქვს საერთო მეთოდი, მაგალითად execute-ი ყველა ბრძანებისთვის. შემდეგ გვაქვს კონკრეტული კომანდები, ანუ კონკრეტ commands კლასები, რომლებიც იმპლემენტაციას უკეთებენ ინტერფეისს და ანხორციელებენ კონკრეტულ მოქმედებას. მაგალითად, მოვიყვანოთ მოქმედება ტელევიზორის ჩართვა ან გამორთვა. ასევე გვაქვს invoker კლასი, რომელიც იწყებს ბრძანების, ანუ კომანდის შესრულებას დეტალების ცოდნის გარეშე, მაგალითად დისტანციური მართვა, ეგრეთ წოდებული remote control. და გვაქვს ასევე receiver კლასი, რომელიც ასრულებს ბრძანების, ანუ კომანდის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ოპერაციას, მაგალითად ტელევიზორი. ანუ გვაქვს invoker-ი, remote control-ი, გვაქვს concrete command-ი, ანუ კლასი, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს command interface და ახორციელებს კონკრეტულ მოქმედებას და ამ მოქმედების მიმღები receiver-ი, ანუ კლასი, რომელიც ასრულებს უბრალოდ commands. ანუ ბრძანების მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ოპერაციას. Receiver შეიძლება იყოს ტელევიზორი, სტერეო, მობილური, ელექტრონატურა და ასე შემდეგ. მოდით რამხან ვლაპარაკობთ ტელევიზორს და რეალურ მაგალითებზე, მოვიყვანოთ ესეთი მაგალითი, რომ გვაქვს რაღაც smart home remote controller-ი, რომელსაც საწყის ეტაპზე აქვს რამდენიმე ღილაკი, მაგალითად შეიძლება ჰქონდეს ტელევიზორის ჩართვის, ტელევიზორის გამორთვის და შუქის ჩართვა გამორთვის, ანუ თუ ჩართულია გამორთავს, ხოლო თუ გამორთულია ჩართავს. ცხადია, ანუ smart home remote-ს ბევრი სხვა ღილაკიც ექნება, მაგრამ ამ ჩვენი Command Design ნიმუშის მაგალითის განსახილვად სრულიად საკმარისია ეს მოქმედებები. ამ შემთხვევაში როგორ გვექნება ჩვენი კლასები, ანუ გვექნება რამდენიმე მოწყობილობა, მაგალითად ერთი მოწყობილობა არის TV, ანუ ტელევიზორი, ხოლო მეორე მოწყობილობა არის light bulb-ი, რომელსაც ან ჩავრთავთ, ან გამორთავთ. შესაბამისად, თუ გამორთულია ჩავრთავთ, ხოლო თუ ჩართულია გამორთავთ. ასევე განსაზღვრავთ რამდენიმე ბრძანებას, რომელიც არის TV turn on, TV turn off და light bulb toggle, ანუ ტელევიზორის ჩართვის ბრძანება, ტელევიზორის გამორთვის ბრძანება და light bulb toggle, ანუ ბრძანება, რომელიც მდგომარეობას შეუცვლის light bulb-ს, ანუ ელექტრონატურას. და ამ შემთხვევაში, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ბრძანების გამომძახებელი კლასი იქნება smart home remote controller.
ეხლა მოდი მოვიყვან Java კოდის მაგალითს და უფრო ცხადი გავხადოთ ეს. გვაქვს ასევე გვაქვს package command-ი, რომელშიც გვაქვს commands package-ი, ანუ ბრძანებების დირექტორია, პაკეტი და დავიწყოთ ინტერფეისიდან. გვაქვს command interface-ი, რომელსაც აქვს ერთი მეთოდი void execute. ბოდიში. შემდეგ მივყვეთ სათაოდ. ანუ გვაქვს ეგრეთ წოდებული light toggle command, ანუ ელექტრონატურის სტატუსის მდგომარეობის შეცვლის ბრძანება, რომელსაც აქვს მიმთითებელი device-ი და ამ შემთხვევაში განუსაზღვრად ესეთი boolean ველი is light on და by default boolean false-ია, მაგრამ მაინც აქ განსაზღვროთ, რომ false-ია ცხადად. გვაქვს კონსტრუქტორი, რომელსაც პარამეტრად გადაეცემა device-ი, ანუ device რომ შევხედოთ რა არის, device-ი არის ასევე ინტერფეისი, receiver-ი, რომელიც განთავსებული გვაქვს receiver პაკეტში და ამ device აქვს turn on და turn off. და გვაქვს execute მეთოდის იმპლემენტაცია, ანუ execute მეთოდი მივიღეთ command interface-თან და რას ვამოწმებთ? თუ light on-ი, ანუ თუ ჩართული გვაქვს ნატურა, device-ზე გამოვიძახოთ turn off-ი და is light on-ი მივანიჭოთ false. ანუ ხო, აქ მე მგონი თუ ნატურა ჩართულია, device-ზე გამოვიძახოთ turn off-ი და ჩვეულებრივ light on-ს მივანიჭოთ false. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ ნატურა გამორთულია, device-ზე გამოვიძახოთ turn on-ი, ანუ ჩავრთოთ ნატურა და is light on-ს მივანიჭოთ true. ახლა შემდეგ command-ზე გადავიდეთ. TV turn off command. მოდი დავიწყოთ და TV turn on command-ი. რა გვაქვს აქ? ანუ აქ გვაქვს მარტო device-ი, სტატუსი არ გვაქვს, იმიტომ რომ ცალ-ცალკე გვაქვს განსაზღვრული TV turn on და TV turn off command-ი და აქაც გვაქვს device-ი ველად, გვაქვს კონსტრუქტორი, რომელსაც პარამეტრად device-ი გადაეცემა და გვაქვს execute-ში turn on. Turn on-ი მარტო იმიტომ რომ ეს არის კონკრეტულად turn on command-ი. და ანალოგიურად TV turn off command-ი, რომელსაც execute-ში აქვს მარტო device turn off-ი, ანუ device-ი ჩვენ შემთხვევაში არის მიმღები, command-ის მიმღები. Invoker-ი არის ამ შემთხვევაში smart home remote control-ი, რომელსაც აქვს command-ის private ველი, command ტიპის მიმთითებელი და რას აკეთებს invoker-ი. Invoke-ს აქვს ერთი მეთოდი invoke-ი, რომელიც იძახებს command execute-ში. რომელიც თავის თავში იძახებს უკაცრავად command execute მეთოდს. და ასევე ამ smart home remote control invoker-ში გვაქვს set command-ი, რომ მივანიჭოთ ამ invoker-ს შესაბამისი ბრძანება, თუ რომელი ბრძანების გამოძახება გვინდა. და გვაქვს receiver-ები, ანუ device interface-ი, light bulb-ი არის კლასი, რომელიც receiver კლასი, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს device და ასევე გვაქვს TV, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს device. ესეც შემდეგი receiver კლასი. შესაბამისად, light bulb-ი და TV კლასები იმპლემენტაციას უკეთებენ device-ში არსებულ turn on და turn off მეთოდებს და უბრალოდ შესაბამის ტექსტს ბეჭდავენ კონსოლში. Light has turned on, light has turned off და TV has turned on და TV has turned off. და ეხლა შევეხოთ command design pattern-ის clients, ანუ client class, რომელშიც სტანდარტულად გვაქვს main მეთოდი. შევქმნათ ორი კლასი, TV და light bulb-ი, ანუ TV არის receiver-ი, შეგვიძლია უბრალოდ
ასეთი device ტიპის მიმართულები გავაკეთოთ. და გვაქვს TV კლასი და light bulb კლასი და გვაქვს სამი კომანდი, ანუ light toggle კომანდი, რომელსაც მიმართულები აქვს command ტიპის, light და გადაეცემა კონსტრუქტორში device, ანუ light bulb. გვაქვს TV turn on კომანდი, კომანდის მიმართულებელი და TV turn on კომანდი და მიმართულებელი გადაეცემა TV, ანუ device და გვაქვს TV turn off command. ანუ TV turn off command-ის ობიექტს ვქნით და პარამეტრად კონსტრუქტორში გადაეცემა device, ანუ TV. და ასევე ვქნით smart remote controller class, რომელიც როგორც ვთქვით არის invoker-ი. მოდით ახლა ამ მაგალითებს გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვედა ნაწილს დავაკომენტარებ და განვიხილოთ light bulb example-ი. ანუ რას ვაკეთებთ light bulb. Smart home remote controller class-ში set command light toggle command. ანუ light toggle command მივანჯეთ როგორც კომანდი ამ ჩვენს invoker class და გავუშვათ ეს რას მივიღებთ. ნახეთ, აქ დაიბეჭდება by default light bulb იყო გამორთული ელექტრონატურა და რა დაიბეჭდება. Light has turned on, შემდეგ turned off, შემდეგ ისევ turned on და turned off. რადგან 4 ბრძანება დაიბეჭდა, რადგან ამ invoker-ზე 4-ჯერ გვაქვს invoke მეთოდი გამოძახებული. ეხლა მოდით ეს ნაწილი დავაკომენტაროთ კოდის და გამოვიძახოთ შემდეგი. მაგალითად TV turn on example, ამ შემთხვევაში smart remote control მივანჯოთ კომანდი TV turn on და გამოვიძახოთ invoke მეთოდი. შესაბამისად დაიბეჭდება რომ TV has turned on. მოდი ამას აღარ დავაკომენტარებ და უბრალოდ კომენტარს მოხსნი შემდეგ ნაწილს, ანუ TV turn off კომანდი. შესაბამისად smart home remote controls set კომანდი, TV turn off კომანდი და ასევე შესაბამისად ვიძახებ invokes. და რა მოხდება? თავდაპირველად TV turn on დაიბეჭდა, TV has turned on დაიბეჭდა, შემდეგ TV has turned off დაიბეჭდა. ახლა ამასაც ყოველ შემთხვევაში განვაკომენტარებ, წავშლი კომენტარს და აქ უბრალოდ გვაქვს readme ფაილი, რომელშიც ეს ყველაფერი არის აღწერილი. ცხადია ამ კოდს ვიდეოს კომენტარებ აღწერაში ნახავთ კოდის მისამართს. ხოლო ჩვენ დავუბრუნეთ ნაკლოვანებებს, რადგან ჩვენ მოვიყვანთ command design pattern-ის ნიმუშის მაგალითი, ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ განვახორციელოთ, როგორ დავაიმპლემენტიროთ command design ნიმუში რეალურ მაგალითზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ command design ნიმუშს არ აქვს ნაკლოვანებები. ერთ-ერთი ნაკლოვანება გახლავთ ის, რომ კლასების რაოდენობის ზრდა შეიძლება გქონდეს, ანუ თითოეული ბრძანება მოითხოვს ცალკე კლასს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლასების ძალიან დიდი რაოდენობა, შესაბამისად, როცა გვაქვს კლასების ძალიან დიდი რაოდენობა, ეს ძალიან რთულად სამართავი პროცესი შეიძლება გახდეს. შემდეგი არის მარტივი ოპერაციებისთვის command ნიმუშის გამოყენება შეიძლება ზედმეტი იყოს, ანუ ამას ეძახიან over engineering-ს. ანუ მარტივი ოპერაცია ამ შემთხვევაში მაგალითად მოვიყვანეთ light bulb-ი, ეს შეიძლება განვიხილოთ მარტივ ოპერაციად და ამისთვის კონკრეტულ command design ნიმუშის აწყობა შეიძლება უბრალოდ ზედმეტი იყოს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ command ნიმუში გვაძლევს ბრძანების გაუქმების საშუალებას, ანუ ეგრეთ წოდებული undo-ს გაკეთების საშუალებას, გაუქმების ლოგიკის განხორციელება შეიძლება იყოს ძალიან რთული. განსაკუთრებით მაშინ, როცა command design ნიმუში შეიცავს ეგრეთ წოდებულ states, ანუ ჩვენ რაღაც მდგომარეობას ვინახავთ. და ერთ-ერთი ნაკლოვანება შეიძლება იყოს ისიც, რომ ბრძანებები ხშირად სრულდება დინამიურად, რამაც შეიძლება გაართულოს
აქ ტრასება მიწერია, შევეცადე ქართული სიტყვა და მეწერა, ანუ ტრეკინგი ამ ბრძანებების და შესაბამისად დებაგინგი. ეს იყო სულ მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა command design ნიმუშის შესახებ. კოდის მაგალითი, ანუ GitHub-ის მისამართი იქნება ვიდეოს აღწერაში და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.